ცოტა დავაგვიანეთ, მაგრამ არა უშავს, მე მაინც თქვენთან ვარ და ეხლა გავაგზავნეთ საკითხებს, და ყოლის მომწვევი საკითხები, ეს ფეოდალური ურთიერთობები და ფეოდალური საზოგადოება ევროპაში, საკალათო ცხოვრება ევროპაში, განათლება და კულტურა ევროპაში, მონღოლთა ლაშქრობები, ჩინგისხაენი, ბატოყაენი, მონღოლური სახელმწიფოები, პაპობა, დაპირისპირება კონსტანტინოპოლის პატრიარქთან და დიდი სქიზმა ბრძოლა ინვესტიტურის გრიგოლ მე-7 ინოკენტი მესამე ფერარა ფლორენციის საეკლესიო კრება, ოსმალთა სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ტერიტორიული ზრდა, ორხანი, მურად პირველი ბაიაზიდ პირველი, მუჰამედ მეჰმედ მეორე თემურლენგი და მისი დაპყრობები, რეკონკისტა პირენეს ნახევარკუნძულის გათავისუფლება მუსლიმთაგან, ჰუმანიზმი და რენესანსი, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებელი მიზეზი. შუა საუკუნეების ევროპა ფეოდალიზმის ეპოქაში ცხოვრობდა, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ. ახალი საზოგადოებრივი წყობა ჩამოყალიბდა ნენენა, რა თქმა უნდა, ეს იყო ფეოდალური ურთიერთობები, სადაც ყველაზე დიდი ღირებულება იყო მიწა. მეფეები მიწას ანდობდნენ დიდგვაროვნებს, ისინი ანდობდნენ რაინდებს, ხოლო გლეხები ამ მიწას ამუშავებდნენ თოხით, ბარით, ასე შემდეგ და კუთვნით. ამ ურთიერთობაზე იყო დაფუძნებული მთელი შუა საუკუნეების სოციალური სტრუქტურა. ძალაუფლება ფეოდალების ხელში იყო, ხოლო გლეხებს თითქმის არ ჰქონდათ პირადი თავისუფლება. ეს არის ფეოდალიზმი. მაგრამ მე-11-მე-12 საუკუნეებიდან ქალაქებმა ახალი ძალა შეიძინეს, დაიწყო საკალათო ცხოვრების გაღვივება, ქალაქებში გაჩნდა ბურჟუაზია, ესენი არიან ხელოსნები, ვაჭრები, მათ ბურჟუაზიას ეძახიან, რომლებმაც შექმნეს გილდიები და სახელოსნოებს ქმნიდნენ. ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა, მათი გზები და ბაზრები გამოცოცხლდა, ეს ყველაფერი საფუძველი იყო განათლებისა და კულტურის აღმავლობისათვის. განათლება და კულტურა ევროპაში უკვე აღარ იყო მხოლოდ ეკლესიის ხელში, მონასტრებში აძლევდნენ ხოლმე განათლებას. შესაბამისად უნივერსიტეტებიც იხსნება და პირველი უნივერსიტეტები იყო ბოლონია 1090 წელს გაიხსნა, შემდეგ პარიზი 1150 წელს, ოქსფორდი 1167 წელს დასწავლდნენ თეოლოგიას, ლოგიკას, მედიცინას. შუა საუკუნეების კულტურა ერთდროულად იყო რელიგიური და სამოქალაქოც. გოთური სტილის ტაძრები შენდებოდა, მწერლობა და ფილოსოფია ამ პერიოდის განუყოფელ ნაწილად უნდა წარმოვიდგინოთ. ამ დროს აზიისაგან კი ძლიერდებოდა ახალი ძალა მონღოლების სახით, რომელიც ჩინგისხაენმა შექმნა მონღოლთა იმპერია 1022-1027 წლებში, მან გააერთიანა მონღოლური ტომები და წამოიწყო დაუნდობელი ლაშქრობები. მისმა არმიამ დაიპყრო ჩინეთი, ცენტრალური აზია, სპარსეთი. მისი შვილიშვილი ბატოყაი სადაც ჩაუდგა დასავლეთში ლაშქრობას. 1227-40 წლებში მონღოლებმა განადგურეს სლავური რუსული ქალაქები, მათ შორის კიევი, შეიქმნა ძლიერი მონღოლური სახელმწიფოები, როგორც იყო ოქროს ურდო, ასევე ილხანთა საყრდენ და შემდეგ. მიუხედავად სიზარდექისა, მონღოლებმა ასევე ხელი შეუწყეს აზია-ევროპის ვაჭრობის გაძლიერებასაც. იმავე პერიოდში ევროპაში გაძლიერდა პაპის ცენტრი, პაპობა. რომის პაპები აღარ კმაყოფილებდნენ სულიერი ძალაუფლებით და იწყებდნენ საერო საქმეებში ჩარევას. 1054 წელს მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც აღმოსავლეთ და დასავლეთ ეკლესიები გაიყვნენ დიდ სქიზმამდე. ამას რომის პაპსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქს შორის გახეთქილებამ ქრისტიანობა გაყო ორად და მაგას უკვე დიდი სქიზმა კათოლიკებად და მართლმადიდებლებად. გრიგოლ მე-7 და ჰაინრიხ მე-4-ის შორის მოხდა ცნობილი ინვესტიტუტებისათვის ბრძოლა. ეს იყო ბრძოლა ეპისკოპოსების დანიშვნის თაობაზე, ვის უნდა დაენიშნა ეკლესიას თუ სახელმწიფოს. ინოკენტი მე-3-ის დროს პაპის დროს ძალაუფლება პიკს მიაღწია, ის იმპერატორებსაც კი იმორჩილებდა. 1429 წელს კი გაიმართა ფერარა ფლორენციის საეკლესიო კრება, სადაც ცადეს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიების ხელახალი შერიგება, კათოლიკების და მართლმადიდებლების, მაგრამ მცდელობა დასრულდა უშედეგოდ. ამასობაში აღმოსავლეთიდან მოდიოდა ახალი იმპერია, იქმნებოდა ოსმალთა სახელმწიფოს სახით. მისმა სულთანმა ორხანმა მე-14 საუკუნეში დაარსა ადმინისტრაცია ახალი, დაიწყო მონეტის ჭრა, მურად პირველის დროს ბალკანეთისაგან დაიძრა და ამკვიდრა იანიჩლების კორპუსი. ბაიაზიდ პირველმა გამორჩეული იყო თავისი სისწრაფითა და ამბიციით, მაგრამ იგი თემურლენგმათან ბრძოლაში დამარცხდა და გადარჩა კონსტანტინოპოლი აგებულს. თემურმა მოაწყო დამანგრეველი ლაშქრობები შუა აზიაში, სპარსეთსა და ახლო აღმოსავლეთში და 1402 წელს ანგორის ბრძოლაში დაამარცხა ის ბაიაზიდი, რომელიც ჩვენ თვით წეღან და ტყვედ ჩაიგდო კიდეც. ოსმალთა აღზევებამაც შეჭერდა, თუმცა მეჰმედ მეორე ფათიხმა 1423 წელს დაიპყრო კონსტანტინოპოლი
და დაასრულა ბიზანტიის იმპერია. დაიწყო ახალი ერა ოსმალთა ბატონობის ეპოქა. ამავე საუკუნეში ევროპის სამხრეთში დაიწყო რეკონკისტა, ბრძოლა პირენეს ნახევარკუნძულზე მუსლიმური ძალების წინააღმდეგ. ქრისტიანული სახელმწიფოები თანდათან იმბრუნებდნენ ტერიტორიებს და 1492 წელს საბოლოოდ გაათავისუფლდა გრანადა და ეს წელი გახდა რეკონკისტის დასასრული. ცვლილებები მომწიფდა ასევე კულტურაში, დაიწყო ჰუმანიზმისა და რენესანსის ეპოქა, რომელიც იტალიიდან გავრცელდა მთელს ევროპაში. ამ მოძრაობის მიხედვით ადამიანი და მისი შესაძლებლობები გახდა კულტურის ცენტრში, ხელოვნებაში გამოჩნდნენ ისეთები, როგორებიც იყვნენ ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, ბონაროტი, რაფაელი, მეცნიერებაში კი ნიკოლაი კოპერნიკი და სხვები. განათლება და მეცნიერება ეკლესიის გავლენიდან უფრო და უფრო გამოვიდა და გონებრივი თავისუფლებისაკენ წავიდა კათოლიკური ეკლესიის გავლენას იგულისხმება ამ შემთხვევაში. ამ ყველაფერმა გზა გაუხსნა ახალ ეპოქას, დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს. ევროპელები ეძებდნენ ინდოეთთან გასასვლელ გზებს, რათა გვერდიავლოთ ოსმალთა კონტროლისთვის. იცით, რომ მან დაიპყრო 1493 წელს კონსტანტინოპოლი, 1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა გადაკვეთა ატლანტის ოკეანე და აღმოაჩინა ამერიკა. ვასკო და გამამა 1498 წელს მიპოვა ზღვით ინდოეთამდე მისასვლელი გზა აფრიკის შემოვლით. მაგელანის ექსპედიცია 1519-1522 წლებში დაადასტურა, რომ შემოიერეს დედამიწა და დედამიწა უკალიაო და ამ აღმოჩენებმა შეცვალა მსოფლიო რუკა, გააქტიურა ვაჭრობა, გააღრმავა კოლონიური ექსპანსია და საფუძველი დაუდო ახალ მსოფლიო წესრიგს. მოკლედ, ეს მოვიცავთ საკითხები ძალიან მოკლედ, უბრალოდ აუცილებელი რაც არის ის ვისაუბრეთ და შემდეგ თავზე როცა გადავართ, ასევე აუცილებელი საკითხებს ვისაუბრეთ, ასე რომ შევეცდები დავამთავრო მოკლე ხანში ეს ყველაფერი გამოსდებამდე მოგისწროთ და თუ რაიმე გაინტერესებთ და შეკითხვები გექნებათ, თქვენ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ დამატებით ინფორმაციასთან დაკავშირებით. მადლობა ჩემო კარგე.